მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით ისევ ჩვენ არხზე და დღე მეორე ვიწყებთ უკვე ადგილის მოსწორებას. ტრაქტორმა რაც შეეძლო იმუშავა, მაგრამ ეს უკვე ხელით გასაკეთებელია და ყველაფერს ვიდეოში იხილავთ თუ როგორ მოვასწორებთ არხაურობას და დღევანდელი დღის გეგმა რომ დეტალურად გაგვაცნო ბატონო იოსებ. მოგესალმებით. რაც შეეძლო არა, ტრაქტორმა ცოტა გაგვაწვალა და ნერვებიც მოგუშალა, მაგრამ რაღაცა გააკეთა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს მოვედით. ეხლა ამას ცოტას მოვასწორებთ, მიწას, მივაყრით იქით დატერასებულ ადგილს. ამასთანავე უნდა ავიღოთ ზომები კოტეჯისა 6-4-ზე და დავიწყოთ საძირკვლის წერტილების ამოღება. ჩვენ ერთად გაიგებთ თქვენს. ეხლა მოგვივიდა იდეა, რომ ეს თოკი რაც გავზომეთ 6 მეტრიანი, მეორეც გავაკეთოთ და ორი ცალი 4 მეტრიანი, ხო? ხო. შენ ხმაც ისმის ვიდეოში რო იცოდე. ესე კი. და პარემ ისე შემოვხაზოთ, როგორც სახლი უნდა დაიდგას რა. ეხლა იოსებმა დაამზადა ხის ნაჭრები, რაზეც ჯოხები, რაზეც რა ქვია, კაპრონის თოქს დავამაგრეთ. ერთ ცალი მომე და პარემ ახმადი იქნება რა. კარგი სავარძელი მაქვს. ერთადერთი რაღაც საკლია, აი იქ რო რბილი მეტოს რო თავი წესივრად დავდო. ჩვენი სამუშაოებს რაც შეეხება, მივდივართ ნელ-ნელა წინ, მაგრამ მივდივართ რაც თავარია და ეხლა უბრალოდ შესვენების დრო გვაქვს რა ცოტა ხანი. ყავა დავლიეთ რაღაცა. და ის სავარძელი იდეალური გამოდგა. სამუშაოში არაფერში არ გამოგვადგა მართალია, მაგრამ სავარძლად მართლა იდეალურია. ცოტა ადგომა არაკომფორტული აქედა. ხედი მაქვს. ახლოში ვიახედი. და წესი დარეგით. ამაზე რას ფიქრობ, ეს ხეები დარჩება? ხო, რო ხედი გამოჩნდეს, თორე მარტო ხის ყურება ხო არ გვექნება. წინ ულამაზესი მთა ამას რო გაცდები ამ ხეებს. და ინახავ კარგ სივრცეს ძალიან. ავდგეთ? ეს საშალა. მოიცა დავჯდებისა, აყლიან ავდგე. ტონო ზოოპარკის დირექტორო. თქვენც თუ გყავთ ტყუნელები გთხოვთ, მოგვაწოდოთ. გვათხოვოთ 1.50 ცალი თქვენც. და თქვენთვისაც კოტეჯს ავაშენებთ ერთ წელს. აი როგორც გამოგონდება
ჩემ თავში წერეთია იმენ. მოგვისა გამოვდა. მობძანდი ბატონო ვასილ. ეს დავაცხო. აი რომ უშავ. ეხა შენ იმუშავე, მე ვიდექი რა ხატე რაღაცა. მოგვისა გამოვდა და მოვჭით საქმეებს, ეხა წავალთ სამწუხაროდ. კონკრეტული იარაღების წამოღება რაღაცებით დაგვავიწყდა. ამის გამო შევფერხდით. თუმცა მე ხა ტყუილა ხო არ ამოვიდოდით და რაღაცები გავაკეთეთ. პატარა წყლის სადინარი შევქმნით, რომელსაც შემდეგ ამოსვლაზე სრულ ყოფილ სახეს მივცემთ. ზუსტად დავამთავრეთ შემდეგ ამას. ხო. ლოდები ისინი ვზიდეთ, მიწა ვაყარეთ და მთელი ამბები. დაგვიწერეთ კომენტარებში, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა. რაიმე რჩევა თუ გაქვთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ. დაგვილაიქეთ ვიდეო, გამოგვიწერეთ და მომავალ შეხვედრამდე რა. ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ ვიდეოებში. ნახვამდის.